სულთმოფენობიდან მეცხრე საკვირაო სახარების განმარტება. სახარება მათესი 59 დასაწყისი. თავი მე-14 მუხლებიდან 22-34 ჩათვლით. ბუნებაზე უძლიერესის შესახებ. ავტორი წმინდა ნიკოლოზ სერბი. ველიმიროვიჩი. ჩემი თარგმანი. ძლეველი აღმერთი ჩვენი და დასაბამიდან ვიდრე აღსასრულამდე ყოველგვარი კეთილი და ძლიერი ძლევა მას ეკუთვნის. ის იმარჯვებს სამყაროს უწესრიგობაზე და ამყარებს წესრიგს. ის იმარჯვებს ადამიანებს შორის ცოდვილთა მიერ გამოწვეულ უწესობაზე და ამყარებს წესრიგს. და როცა პირველობისკენ მიიწევენ უღირსნი, ხოლო ღირსეულნი ბოლო ადგილებზე რჩებიან, ის თავდაყირა აყენებს ამ უწესრიგობას და პირველები უკან ადგილებზე ინაცვლებენ და უკანასკნელები პირველები ხდებიან. ის იმარჯვებს კაცობრიობის წინააღმდეგ ბოროტისულების მიერ შეთქმულებასა და ინტრიგებზე და ისე გამფანტავს მათ, როგორც ქარი აუტანელ არაკეთილ სურნელებას. ის იმარჯვებს ყოველგვარ სიდუხჭირეზე. იქ, სადაც სიმცირეა, ის განამრავლებს და იქ, სადაც საერთოდ არ არის, სიუხვეს ქმნის. ის იმარჯვებს ნეულებებსა და ყოველგვარ ტანჯვა-წამებაზე. იტყვის მხოლოდ სიტყვას და ყოველგვარი ცნეულებანი და ვნებები მარცხდებიან. ბრმები ხედავენ, ყრუებს ესმით, მუნჯები მეტყველებენ, განრღოულები დგებიან და დადიან, კეთროვნები იწმიდებიან. ის ამარცხებს სიკვდილს და როცა უბრძანებს, ეს უკანასკნელი კლანჭები და ნათავისუფლებს თავის მსხვერპლად. ის მეფობს ზეციურ ძალთა წმინდანების და ანგელოზთა უკიდეგანო სამეფოზე. ცათა სასუფეველზე, რომელთან შედარებითაც ამ ქვეყნიური სამეფო ვიწროა და ბნელი, ისევე როგორც ჩვილისთვის დედის წიაღი. ის უბრძანებს ამ სოფლის ქმნილებებსა და შემადგენელ ელემენტებს და ვერა სულდგმული და არსი გაუწევს წინააღმდეგობას და ამით საუკუნო წარწმენდასაც გადარჩებიან. და ასე დღითი დღე ერთ გამარჯვებას სვლის მეორე და საერთოდაც ამ სამყაროს ისტორია გახლავთ საღმთო უძლებელ ძალით აღსრულებულ ურიცხ ძლევათა წყება. ის კრავივით მშვიდია, მაგრამ ცას და მიწას შესძრავს. და როცა ის თავის დამცირების საშუალებას აძლევს ვინმეს, ამით ცხადყოფს საკუთარ დიდებულებას. და როდესაც შენერწყვის უფლებას აძლევს ვინმეს, ამით ცხადყოფს მის გარდა ყოველივეს არაწმინდებას. და როცა საკუთარი თავის დაკვლის უფლებას გაძლევს, ცხადყოფს თავის საკუთარ სიცოცხლეს. თითქოს და მხატვრის მქრქალტილოზე გვაჩვენებს ღმერთი მზის მეშვეობით საკუთარ ნათელს, საკუთარ ძალას, სამყაროს აურაცხელ ცეცხლოვან სხეულებით. საკუთარ ყოვლად სიბრძნეს მთელ სამყაროში ყველა არსების და საგნების წესრიგით. საკუთარ სილამაზეს ქმნილების მშვენიერებით, საკუთარ მოწყალებას მის მიერ ქმნილზე მარაძრუნვით და მეურვეობით, საკუთარ სიცოცხლეს ყველა ცოცხალის მეშვეობით. მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ მქრქალი და გაელვებადი ანარეკლია მისთვისებად.
ეს ყოველივე მხოლოდ მუქ და სქელ კვამლში დაწერილი ცეცხლოვანი სიტყვებია. ცოცხალი ღმერთის ეს ყველა თვისება, რომელიც შეიძლებოდა ამ სოფელს ენახა უდიდესი ბრწყინვალებით, მხოლოდ ადამიანში გამოჩნდა, მაგრამ ყოველ დაბადებულში და ქმნილში კი არა, არამედ მხოლოდ შობილ და არა ქმნილ კაცში, უფალ ჩვენ იესო ქრისტეში. და ყოველივე ერთიანი ბრწყინვალებით მასში ხორციელად გამოჩნდა, ნათელიც, ძალაც, ყოვლად სიბრძნეც, სილამაზეც, მოწყალებაც და სიცოცხლეს. აბა მითხარით ძვირფასებო, რას ნიშნავს ნათელი თუ არა ბნელზე გამარჯვებას და რას ნიშნავს ძალა თუ არა უძლურების დამარცხება და რა არის სიბრძნე თუ არა უგუნურებასა და განუსჯელობაზე საკვირველი ძლევა და რა არის სილამაზე თუ არა უმსგავსობასა და სიმახინჯეზე ზეაღმატებული გამარჯვება. და მოწყალება ნუ თუ ბოროტებასა, სიძულვილსა და შურზე ტრიუმფალურ ძლებას არ წარმოადგენს. და სიცოცხლე ნუ თუ სიკვდილზე ღვთაებრივი არ არის გამარჯვება. და როგორ ფიქრობთ თქვენ, ვინ შეუდექით ქრისტეს და მისი სახელით ნათელ იღეთ? ნუ თუ არ გაიმარჯვა ქრისტემ სამყაროს დასაბამიდან მსგავსად რომ არავის გაუმარჯვია. არ გძნობთ ყოველდღიურად რომ ყველა დროის და ხალხის უდიდეს ტრიუმფატორს მიყვებით და რომ თქვენ იმის სახელით ეწოდებათ, ვისაც ყოველივე ძალუც და ყოველივე უწყის, ვინც საკუთარი სილამაზით განამშვენებს ყველა ქმნილებას, საკუთარი მოწყალებით იწყალებს და საკუთარი სიცოცხლით აცოცხლებს მათ. და თუ კი არ შეიგრძნობთ ამას, მცირედ გარგებთ მის შედგომა და მისით სახელდება. მხოლოდ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მიერ შეგიძლიათ უეჭველად და შეურყეველად შეიგრძნოთ ცოცხალი ღმერთის სრულიად ყოვლისმძლებელი ძლიერება ყოველ ქმნილებასა, ყოველ სტიქიასა და ამ სოფელში ყოველგვარ ბოროტებაზე. მხოლოდ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ძალუც მოგანიჭოთ ცხოვრების სითამამე და გაბედულება და სიკვდილის ბჭენიც გამლოთ ამავე სითამამით. მხოლოდ მას ძალუც ამ წარმავალზე უკეთესი ცხოვრების იმედი გაგიმართლოთ და მხოლოდ მას შეუძლია ყოველგვარი კეთილის მიმართ აღგანთოთ სიყვარულით. რამე თუ იგი არ სოცხალი და ხორშესხმული გამარჯვება ამ სოფელზე. გამხნევდით, მე მიძლევი ეს სოფელი, უთხრა ქრისტემ საკუთარ მოწაფედ და მათით კი ჩვენ ყველას იოანეს სახარების მე-16 თავის 33 მუხლში. მას ხნედ ვიყოთ. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხსნელმა ჩვენმა ძლია ამ სოფელს და სახარებას ზუსტად მის გამარჯვებათა და ყოვლა ძლიერების მოწმობა გახლავთ და დღემდე მოყვანილი ეკლესიის ისტორია ვიდრე აღსასრულამდე კიდევ უფრო ვრცელი წიგნია ამ ამბავთა და ამ ყოველივეში დაეჭვებული მონაპოვარ ძლევათა ნაყოფს დაკარგავს. ამიტომაც ჩვენც მტკიცე და ურყევი რწმენით შეუდგეთ დღევანდელი სახარების ზეულსაკითხავის განმარტებას, რომელიც ფიზიკურ ბუნებაზე მის ყოვლა ძლიერებას და გამარჯვებას ეხება. და მაშინვე აიძულა იესომ საკუთარი მოწაფენი შესულიყვნენ ნავში და გადაეცურათ მეორე ნაპირზე, ვიდრე ხალხს თავად გაუშვებდა. ეს მოხდა 5 პურით და 2 თევზით 5,000 კაცის, ქალების და ბავშვების გარდა დაპურებით ყოვლა დიდებული სასწაულის აღსრულების შემდეგ. როცა ნარჩენებისგან 12 სროლი გოდორი აიკრიფა, ახლა კი უფალი წინასწარ ხედავს და წინასწარვე შეამზადებს ისეთ ახალ ყოვლა დიდებულ სასწაულს,
რომლის შესახებაც საერთოდ წარმოდგენაც კი არ აქვთ მოწაფეებს. ამ სამზადისის პირველი საფეხური მაშინ მდგომარეობს, რომ ის აიძულებს საკუთარ მოწაფეებს უმისოდ შევიდნენ ნავში და მეორე ნაპირზე გადასცურონ. მეორე კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ხალხს გაუშვებს და მესამე კი იმაში, რომ უფალი უფრო მაღალ მთაზე ადის და განმარტოვებით ლოცულობს. და როცა ხალხი გაუშვა, ავიდა მაღალ მთაზე განმარტოვებით სალოცავად და საღამოს იქ სულ მარტოდ დარჩა. ორჯერ არის სიმარტოვეზე ყურადღება გამახვილებული, რათა უძლიერესად იქნას ხაზგასმული განმარტოვებაზე, რომელსაც საგანგებოდ ეძიებდა უფალი და მოიპოვა კიდეც, როცა ხალხი გაუშვა. თა, სიმარტოვე, სიბნელე, ეს გახლავთ პირობა იმისა, რომ ადამიანმა ყველაზე ადვილად შეიგრძნოს საღვთო სულის სიახლოვე. უტკბილესი ლოცვის პირობაც ასეთივეა და ყოველივეს, რასაც იქმნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენ სამოძღვრებოდ და საცხოვნებლად მხოლოდ. რამე თუ ის მოვიდა ამ ქვეყნად, რათა გამსწავლოს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებით, მოვლენებით და საკუთარი ჟესტით და მოძრაობითაც. ის ადის მთაზე, რამე თუ ყველაზე ღრმა მყუდროებაა. ის რჩება მარტო, რამე თუ განმარტოვება აღნიშნავს ამ სოფლისგან განშორებას. ის ლოცულობს ღამეულ სიბნელეში, რამე თუ ეს გახლავთ კრეცსაბმელი, ფარდა იმ თვალებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად აფერხებენ გონებას ღრმა ანალიზში და საღვთო სიდიადესა და ფიქრში, როცა საგნიდან საგანზე გადააქვს ყურადღება. ქრისტეს მიერ ლოცვას მთაზე შინაგანი ღრმა სულიერი აზრიც გააჩნია. რას ნიშნავს ხალხის გაშვება, ასვლა მთაზე, დარჩენა სიმარტოვესა და სიბნელეში? ხალხის გაშვება აღნიშნავს, რომ გვერდზე გადავდოთ ყოველივე ამ სოფლიური წარმოდგენების შეხედულებები და მოგონებანი, რაც აგვაღელვებს და მიგვაჯაჭვებს მას და ამ სოფლისგან თავისუფალმა აღვიმაღლოთ საკუთარი გონება ღვთისადმი სალოცავად. რას ნიშნავს მთაზე ასვლა? მიგვანიშნებს ღვთის თანამყოფობისას სულის, გულისა და გონების უფალთან ამაღლებას და მასთან სიახლოვეს. ის, ვისაც ეს სოფელი ურიცხ ინტერესებით იზიდავს თავისკენ, ბრბოში მყოფის მსგავსად იმავე ჟამს ვერ შეძლებს ამაღლებას იქ, სადაც ადამიანი რჩება საკუთარი შემოქმედის პირისპირ. რას ნიშნავს სიმარტოვე? განშიშვლებული იმგვარ სულს, როგორი სინამდვილეში არის ის. სოფლის განდეგილი საშინელ სიმარტოვეს შეიგრძნობს. ამ სოფელზე იმედ გაცრუებული ადამიანები საშინელ სიმარტოვეს განიცდიან და თუ ვერ შეძლებენ ასვლას იმ სიმაღლეზე, სადაც ადამიანი ღმერთს ხვდება, სამწუხაროდ ხშირად თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. რას ნიშნავს სიბნელე? ცხოვრებას ამ სოფლიურ ყოველგვარი ნათლის გარეშე. განმარტოებული მლოცველისთვის მთელი ეს წუთი სოფელი გაუვალ სიბნელედ იქცევა, სადაც მისთვის თანდათანობით აინთება ამ სინათლეზე უსაზღვროდ უმჯობესი და ასევე უსასრულოდ გაცისკროვნებული ღვთისგან მომდინარეზე ციური ცისკრის ნათელი. ამგვარად, ლოცვის შინაგანი აზრი 4 საფეხურად ჩამოვაყალიბეთ. ქრისტესთან დაკავშირებულ ამ მოვლენაში ისინი წარმოდგენილია როგორც ხალხის გაშვება, ასვლა მთაზე, სიმარტოვე და სიბნელე, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ეს განმარტოვებით ლოცვა კიდევ უფრო სასწავლებელი გახდება ჩვენთვის, თუ კი გავიაზრებთ თუ რა მოხდა მანამდე და რა უნდა მოხდეს შემდეგ.
ამის წინ კვლავი ლოცვა და პურების უდაბნოში გამრავლების ჯერ არ გაგონილი სასწაული მოახდინა და ამის შემდეგ კი როგორც ხმელეთზე ისე გაიარა წყალზე აღელვებულ ზღვაში შუამდე თუმცა ორივე სასწაული აღასრულა იმ საკუთარი ღვთაებრივი ძალით რომელიც ჰქონდა დასაბამიდან და არ განშორებია მას მაშინაც კი როცა დროში და ხორცში იმყოფებოდა მაინც ლოცულობდა ტაძარში ხალხთან ერთადაც და სულ მარტოც უდაბნოში ძნელია რომელიმე ჩვენგანისთვის შეაღწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტეს პირად ლოცვითი განწყობილების მიზეზთა საიდუმლოში რა თქმა უნდა დაუსაბამო მამის მხოლოდ შობილი ძე ამ ლოცვებით დედამიწაზეც აგრძელებდა და მოწმობდა უცვლელ ერთიანობას მამისა თანასული წმინდით მაგრამ ამას გარდა აბსოლუტურად ცხადია გაკვეთილი რომელიც მოგვცა უფალმა საკუთარი ლოცვის სახით რომ ლოცვას უნდა წინამძღვრობდეს ჯერ კეთილი საქმე რამე თუ მხოლოდ მაშინ შეგვეწევა ლოცვა ჩვენი რწმენა ჯერ კეთილი საქმით უნდა დავამოწმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვაღიარებდეთ მას სიტყვებითაც შემდეგ უკვე ლოცვას სარგებელი მხოლოდ მაშინ მოაქვს როცა ჩვენ კეთილი საქმისთვის ვიკრიბებით და ღმერთს უხმობთ შემწედ ღვთის მომხმობი ლოცვა ბოროტ საქმეში არა მხოლოდ უაზრობა არამედ ღვთის გმობას იქ მოდე ბოროტს და ლოცულობდე იგივეა რომ სარეველას თესავდე და ღმერთს ხორბლის ამოსვლასაც ევედრებოდე ყოველი კეთილი საქმის დაწყებამდე ჩვენ ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვით მადლს უნდა გამოვითხოვდეთ მისგან შეწევნას და თანაქმედებას რათა წინამდებარე საქმეს აბსოლუტურად ღირსეულად და კეთილ სინდისიერად აღვასრულებდეთ ხოლო ყოველგვარი კეთილი საქმის აღსრულებისას ჩვენ კვლავაც უნდა ვილოცოთ იმის მადლიერებით ღვთის მიმართ რომ ამ საქმის ღირსეულად აღსრულებისა ღირსწყო ერთი სიტყვით ყოველივე კეთილისთვის რაც გაგვაჩნია ან დავქმენით ან შევიგრძელით და ვიხილეთ ან ვისმინეთ და წავიკითხეთ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა მივაწეროთ ღმერთს და არა საკუთარ თავს არც საკუთარ ძალებს არც საკუთარ გონებას და სამართლიანობას რამე თუ ჩვენ უფლის წინაშე ვართ არა რაობა და თუ კი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამგვარი უდიდესი სასწაულებით აჩვენებს სიმშვიდეს, სიმდაბლესა და მორჩილებას წინაშე მამისა და სულიწმინდისა, ვისიც თანაბარია მარადიულობითაც და არსითაც. ჩვენ როგორ ღარ უნდა ვაჩვენოთ სიმშვიდე, სიმდაბლე და მორჩილება იმ საკუთარი შემოქმედის მიმართ, რომელმაც არარაობიდან შექმნა და ურომლისოდაც წუთსაც ვერ ვიარსებებდა, მით უმეტეს საერთოდ რაიმე კეთილს ჩავიდე. ნავი კი უკვე შუა ზღვაში იმყოფებოდა და ტალღები ეხეთქებოდა, რადგან ქარი იყო პირიქითი. ღამის მეოთხე სახუმილავზე პირდაპირ ზღვაზე სვლით მივიდა იესო მათთან. იმ საღამოს წყნარი იყო ზღვა, როცა მოწაფეებმა ჩაუშვეს ნავი. თუმცა შემდეგ პირიქითმა ქარმა დააქროლა. და რაც ჩვეულებრივ ხშირად მოსდევს ხოლმე ამგვარ მდგომარეობას, დაიწყო საშინელი ღელვა და ტალღები ასკდებოდა ნავს. ამან კი გამოიწვია ნავის აქეთ-იქით რყევა და დიდ უბედურებასა და საშინელ ძრწოლაში ჩავარდნა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ეს ყოველივე წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ მას განგებს სურდა მათი ამგვარი მდგომარეობა, რათა უმისოდ შეეგრძნოთ საკუთარი სრული უძლურება და შემდეგ კვლავ მის რწმენაში გამტკიცებულიყვნენ. რათა ადრე საზღვაო ქარიშხლის დაცხრობის ის სასწაული გახსენებოდათ, როცა მათთან იყო და შეშინებულები აღვიძებდნენ ყვირილით, უფალო გვიჩველე რამე თუ ვიღუპებითო. გაეხსენებინათ ეს, რაც მათეს სახარების მერვე თავის 24-25 მუხლებშია გადმოცემული. გაეხსენებინა და მოესურვათ, რომ ის ახლაც მათთან არის. რათა მათ წინასწარ იგრძნონ და შეიმეცნონ მის წმინდათა სიტყვათა ჭეშმარიტება, რომელსაც განშორებისას მოისმენენ მისგან უჩემოდ არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი. იხილეთ იოანეს სახარების მე-15 თავის მე-5 მუხლი.
მაშინ როცა სხვა დროსაც ზღვაზე ამოვარდა ქარიშხალი, მოწაფეებს ნაკლები განსაცდელი დაემართათ და რწმენის გამოცდაც შესაბამისად ნაკლები რამე თუ მაშინ ის მათთან იყო ნავში. ოღონდ ეძინა. ახლა კი მეორე ქარიშხლის ჟამს მათთვის შედარებით ძლიერი განსაცდელი დაუშვა უფალმა და უფრო სერიოზულად გამოიცადა მათი რწმენა რამე თუ ის მათგან შორს მაღალ მთაზე უდაბურ ადგილას იმყოფებოდა. როგორ გინდა რომ შეეხმიანო და აუწყო საკუთარი დასაჭირი? ვინ გადასცემს? მფალო, გვიხსენი, ვიღუპებით? ვერავინ. წარსაწმედელად განწირულს მიიჩნევდნენ საკუთარ თავებს მოწაფეები იმ მომენტში. განაუფლის რჯულში მოსიარულე ადამიანი დაიღუპება? არა და რაოდენ საკვირველი სწავლება არსებობს მართლისთვის. სასოსნო წარიკვეთ იმ გზაზე, რაზედაც გატარებს უფალი. წამდეს რომ მომავლინებელი შენი ზრუნავს შენზე და იცის შენი ყოველგვარი გასაჭირი. მაგრამ მაშინ მეისწრაფის შენ და შეწევნად, რათა გამოაწორთოს თქვენი რწმენა, როგორც ოქრო ვერცხლით. როცა მოწაფენი სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და უკვე მის უკიდურეს სტადიაში იმყოფებოდნენ, მოულოდნელად მათ ტალღებზე მომავალი ქრისტე გამოუჩნდათ. ეს იყო ღამის მეოთხე სახუმილავზე, ანუ განთიადამდე. რამე თუ იუდეველები და მათზე გაბატონებული რომაელები ღამეს 4 სახუმილავად ყოფდნენ. თითოეული მათგანი 3 საათი გრძელდებოდა. უფალი მოწაფეებს გამოუჩნდა ღამის მეოთხე სახუმილავზე, რაც ნიშნავს განთიადამდე მეოთხე, ანუ უკანასკნელ სახუმილავზე. და იხილეს რა ზღვაზე მომავალი ქრისტე, შეშფოთებულები ამბობდნენ, ეს მოჩვენებაა და შეშინებულებმა წამოიყვირეს. ან უკვე თენდებოდა, ან თვარიანი ღამე იყო, ან სიბნელეში სულაც თაბორის ნათლით გაბრწყინდა უფალი. ამის ოდნავ ჩვენ არ წარგვის. თავარია უფალი რომ ხილული გახდა მოწაფეთათვის. და ტალღებზე რომ იხილეს, აუწერელი შიშით აღიფსნენ მოწაფენი. ეს შიში თვით ქარიშხლის და მოსალოდნელ დაღუპვისაზე უარესი იყო. მათ ხომ არაფერი იცოდნენ უფლის ამ ძალაზე, ბუნებაზე, ამგვარ ხელმწიფებაზე. ადრე ის მათ ამას არ უმჟღავნებდა. მათ მხოლოდ ის იხილეს თუ როგორ უბრძანა ზღვას და ქარებს, მაგრამ არ იცოდნენ რომ მას ხმელეთის მსგავსად შეუძლია წყალზე სვლა. რა თქმა უნდა, მათ შეეძლო და ვალდებულიც იყვნენ ამის აღსაქმელად და უკვე მომხდარი სასწაულისაგან, რამე თუ ისაც შეუძლია აუკრძალო ზღვას ღელვა და ქარებს ქროლვა, ეჭვგარეშეა რომ მას ხმელეთის მსგავსად წყალზე სიარულით შეუძლია. მაგრამ მოწაფეები ჯერ კიდევ სულიერად მომწიფებელნი იყვნენ. ჯერ კიდევ მცირედ მორწმუნენი იყვნენ. ქრისტემ კი აღასრულა ეს ახალი სასწაული მათ რწმენაში განსამტკიცებლად. დიდი შიშით შედრწუნებულები ფიქრობდნენ და წამოიყვირეს, რომ ეს მოჩვენებაა და სულაც სატანამ ხომ არ მიიღო მათი მოძღვრის სახე. ქრისტე ხომ მთელ მსოფლიოში ებრძვის მას თავის დამქაშებით თურთ. მათ იცოდნენ ეს და იხილეს კიდეც საკუთარი თვალები და ახლა ფიქრობდნენ, რომ თითქოს სატანამ იპოვა მათი მოკვდინებისთვის ხელსაყრელი მომენტი. დაუდარაჯდა ქრისტეს მეგობრებს, დიდ განსაცდელში სუმარტოდ ყოფთ. მერთი სიტყვით რა აღარ მოსდიოდათ მათ მაშინ თავში. რა თქმა უნდა, ყველაფერს ფიქრობდნენ, თუ კი რაიმეს წარმოდგენა შეუძლია ღვთის გზაზე ახლად შემდგარ და მცირედ მორწმუნე ადამიანს უსაშველო განსაცდელების დროს, მაგრამ ამგვარად ექცევა ღმერთი ყველას იმათ, ვინც უყვარს, რამე თუ ვინც უყვარს მას ჯის, სცემს ყოველს, ვისაც ძე ღებულობს. იხილეთ ებრაელთა მიმართ პავლე მოციქულის მე-12 თავის მე-6 მუხლი. და ყველა ამ ტანჯვაწვალების დასასრულს უდიდეს სატანჯველს უგზავნის. როგორც ღვთივ გამბრძნობილი ოქროპირი გვეუბნება, რამე თუ თვით ქრისტეც მიწაზე მუდმივად ევნებოდა და დასასრულ გამარჯვების წინ მან დაითმინა უდიდესი ვნება.
ჯვარცმული იქნა და დაფლული მიწაში, მაგრამ ეს უდიდესი ბნებანი ცოტა ხნით გრძელდებოდა. რის შემდეგაც იყო აღდგომა და საბოლოო გამარჯვება. ამგვარადვე მოგვიანებით დაითმინეს სატანჯველები და მრავალი მოწამენიც ეწამნენ ქრისტეს სარწმუნოებისთვის. თავიანთ მცირედი, შემდეგ უფრო და უფრო დიდი თვითსიკვდილამდე ისინი არ დაექვემდებარნენ უმძიმეს სატანჯველებს და უდიდეს განსაცდელებს. აი ათასობით მაგალითებიდან ერთ-ერთი წმინდა დიდმოწამე მარინეს მაგალითი. შეუბრალებლად და საშინლად აწამებდნენ წარმართები. სულ უფრო და უფრო საშინელ საწამებლებს იგონებდნენ მისთვის, საბოლოოდ კი გააშიშვლეს. დააკიდეს ხეზე და იწყეს მისი სხეულის რკინის სამთითებით ჯიჯგුნა. საზარელი იყო ჭრილობები, სისხლი მოთხრიალებდა და სხეულის ნაფლეთები ცვიოდა ისე რომ შიშველი ძვლები ჩანდნენ და ამაზე მეტი რაღა უნდა ყოფილიყო. იფიქრებთ თქვენ. მაგრამ ამაზე უარესიც ელოდებოდა. ღვთის სათნო ყოფილს. საღამო ხანს დასიცხლიანებული შეაგდეს საპყრობილეში და იქ მას ღამეულ სიბნელეში გამოუჩნდა საზარელი სახილველი. ბოროტი ეჩვენა უზარმაზარი ჭრელი უხსენებელი სახით, რომელიც ჯერ გარსული და წმინდა ქალწულ მარინეს, შემდეგ კი შემოეხვია და მისი თავი თავის უზარმაზარ ხახაში მოაქცია. ოღონდ ეს ცოტა ხანს გრძელდებოდა. რამე თუ უფალი არასოდეს არ დაუჩებს საკუთარი მორწმუნებისთვის იმაზე მეტ განსაცდელს, რის დათმენაც შეუძლიათ. და როგორც კი მთელი საკუთარი გონება ღვთისკენ მიმართა, მარინემ გადაიწერა პირჯვარი, უხსენებელის გაქრა მაშინვე. მარინეს თავზე მოულოდნელად გაიხსნა საპყრობილის ჭერი. და მან იხილა უჩვეულო თლით გაბრწყინებული ჯვარი, ჯვარზე კი მტრედი და მოესმა სიტყვები. გიხაროდენ მარინე, ქრისტეს გონიე რომ მტრედო, რამე თუ სლიე ბოროტ მტერს. მსგავსი შეემთხვათ ქრისტეს მოწაფეებსაც. ზღვაზე ამ მწყდარი ქარიშხლით გამოწვეული საზარელი შიშის შემდეგ ისინი კვლავ თითქოს და მოჩვენების უარესმა შიშმა მოიცვა, მაგრამ ეს არ იყო მოჩვენება, არამედ უტკბილესი და მასხოვნებელი სინამდვილე. ეს არ იყო სიზმარი, არამედ ცხადი და ქრისტეს სახით ვინმე კი არა, არამედ თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაგრამ იესო მაშინვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა, გამხლევდით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ. ხედავთ, რომ უფალი თავის ერს დიდხანს არ ტოვებს უმძიმეს განსაცდელში. მისთვის ცნობილი იყო მათი შიში, საშინელი შიში თითქოს და მოჩვენებისა და ამიტომ იჩქარა მან მათი ხსნა ამ შიშისაგან. მაშინვე უთხრა მათ, გამხნევდით, მაშინვე. ხედავთ, როგორ ამხნევებს მათ ის და უბრუნებს მათ, ასე ვთქვათ, სასიცოცხლო სუნთქვას, რომელიც ამ შიშისგან კინაღამ არ დაკარგეს. გამხნევდით, ნუ გეშინიათ. ის ორჯერ იმეორებს თითქმის ერთსა და იმავე გამამხნევებელ სიტყვებს. ჰოი უტკბილესი ესე ხმა, ჰოი მაცოცხლებელი სიტყვები, ხმისა ამისაგან დემონები გარბოდნენ, სნეულებანი ქრებოდნენ, კუტრები ცოცხლდებონდე და რაღა ვთქვათ სხვა. ამ ხმამ ყოფიერება ცას და მიწას, მზეს და ვარსკვლავებს, ანგელოზებს და ადამიანებს უბრძანა. ეს ხმა გახლავთ წყარო ყოველგვარი სიკეთისა, სიჯანსაღისა, ყოვლად სიბრძნისა და სიხარულისა. გამხნევდით, ეს მე ვარ და ნუ გეშინიათ. მაგრამ ამ სიტყვებს ყველა არ მოისმენს, არამედ ესმით, მხოლოდ უფლისთვის ამსობლად ნებულ მართლებს. ყველა და ყოველგვარი სახით ნებული კი არ მოისმენს ამ სიტყვებს. და მართლაც და რანაირად მოისმენს უფლის ხმას ის, ვინც საკუთარ ცოდვათა და უსჯულოებათათვის ემნება. მას მოусმენს მხოლოდ ის, ვინც მისი სარწმუნოებისთვის ევნება, არადა მოწაფეების ხომ ქრისტეს სარწმუნოების და მასში გამტკიცებისთვის ევნებოდა. პეტრემ უპასუხა მას, უფალო, ეს თუ შენ ახარ, მიბრძანე რომ წყალდაწყალ მოვიდე შენამდე. ეს სიტყვები გამოხატავენ, რამდენადაც პეტრეს სიხარულს, ამდენადვე მის ეჭვებსაც,
უფალო ხარობს მოხარული გული თუ კი ეს შენ ხარ ამბობს ეჭვი მოგვიანებით რწმენაში გამტკიცებული პეტრე იგივეს აღარ იმეორებს როცა იმავე გენისარეთის ტბაზე მკვდრეთით აღმდგარი უფალი მეორე ნაპირზე გამოჩნდა როცა იოანესგან მოისმინა სიტყვები რომ ეს უფალია შემოირტყა სარტყელი რამე თუ შიშველი იყო და გადაეშვა ზღვაში იხილეთ იოანეს სახარების 21 თავის მე-7 მუხლი მაშინ უკვე აღარ შეეჭვებულა რომ ეს იყო უფალი არ შეშინდა წყალში გადაშვებისას მაგრამ აქ ჯერ კიდევ ვერ ეყრდნობოდა საკუთარ სულიერებას ჯერ კიდევ მცირედ მორწმუნე იყო ამიტომაც თქვა თუ კი ეს შენ ხარ მიბრძანე რომ წყალდაწყალ მოვიდე მან იესომ კი უთხრა მოდი და გადმოვიდა ნავიდან და იესოსთან მისასვლელად წყალდაწყალი წყოსლა პეტრემ ვიდრე რწმენა ქონდა პეტრე მიდიოდა წყალზე მაგრამ როგორც კი დაეჭვდა ჩაძირვა იწყო რამე თუ ეჭვი შობს შიშს უფრო ღრმა აზრით უფალთან მისასვლელად ნავიდან გადმოსვლა და წყალდაწყალ სიარული ნიშნავს საკუთარი სულით ხორცისგან განშორებას ხორციელ საზრუნავთაგან და საერთოდ ხორცის სიყვარულისგან და სახიფათო გზით სულიერი სამყაროსკენ მაცხოვრის მიმართ სვლას ასეთი გაელვებანი აქვთ უფლის მიერ სიხარულში ჩვეულებრივად დაეჭვებულ მცირედ მორწმუნეებს ხშირად უჩნდებათ მათ ხორცის სამოსელიდან გამოსვლის და სულიერ სამყაროს მეუფის ქრისტეს მიმარცვლის სურვილი მაგრამ როგორც კი შეიტყობენ რომ იძირებიან მაშინვე საკუთარ სხეულს როგორც ტალღებში მოლივლივე ნავს უბრუნდებიან ხოლოდ რწმენაში მდგარ ადობასა და სიმტკიცეში დიდი ხნით გულმოდგინე ნაწრთობმა კაცობრიობის უდიდესმა სულიერმა მამებმა შეძლეს ხორციელი ნავიდან გადმოსვლა და ქრისტე მეუფის შესახვედრად ქარიშხლოვანი გზებით სვლა და სრულყოფილი სახით მხოლოდ მათ განიცადეს ღელვათა და ქართაგან თავს დატეხილი ამ ნავისგან განშორების შიში და უფალთან შეხვედრის ენით უთქმელი სიხარული ხორცის ნავისგან სულის განყოფა მიწიერ ცხოვრებაში განიცადა მოციქულმა პავლემ და მის შემდეგ მრავალმა წმინდანმა თუ როგორი სიხარული და სიტკბო ელოდა საშიში გზის ბოლოში დიდებულ მოციქულს სასიხარულო წამოძახილი გვიმტკიცებს ხოლოდ ასეთი ადამიანით დავიგვეხნი იხილეთ კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლის მე-12 თავის მე-3 მე-5 მუხლები თუმცა ნახოთ მაინც ჯერ კიდევ მცირედ მორწმუნეობის პერიოდში რა მოხდა პეტრესთან ძლიერი ქარი როცა იხილა შეეშინდა და იწყო ჩაძირვა წამოიყვირა უფალო მაცხოვნე მე რა მოხდა რატომ ვისაც ზღვის არ შეეშინდა ქარმა შეეშინა იმიტომ რომ ახალ ფეხადგმული ბავშვით იყო გადადგა პირველი ნაბიჯები და ვიღაცას გაეცინა და ისიც წაბორძიგდა და დაეცა მიწაზე ასევე ხდება ჩვენი სულიერი აღმაფრენის ჟამს წვრილმანები გვაბრკოლებენ გვაჩერებენ და უგან გვაბრუნებენ იესომ მაშინვე გაუწოდა ხელი ამოიყვანა და ეუბნება მას მცირედ მორწმუნეო რატომ დაეჭვდი და განაჩვენს ცხოვრებისეულ ზღვის საშიშ ტალღებში 1000 გზის არ ვიძირებოდით ვიდრე ვიღაცის უხილავი ხელი არ გამოგვეწოდებოდა არა მოგვიყვანდა და გვიხსნიდა საფრთხეთაგან რომელი ჩვენთაგანი არ მოყვება თუნდაც რამოდენიმე შემთხვევას მოულოდნელად უხილავი ხელი რომ უბედურებაში დახმარებია ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით რადგან ყვებით და გადმოვცემთ ხოლმე ისეთ ისტორიებს და ვაღიარებთ კიდეც ჩვენ მხსნელ უხილავ ხელს მაგრამ ჩვენ შორის სამწუხაროდ მცირენი არიან თუნდაც რომ საკუთარი სინდისის ხმა ისმინონ მცირედ მორწმუნეო რატომ შეეჭვდი მეგობარო იმისთვის რომ ღვთისმსხელი ახლოს არის რატომ არ ადიდე ღმერთი უდიდესი საფრთხის ჟამს ნუ თუ ა ブラ ამი შეეჭვდა როცა სამსხვერპლოზე თავისი ერთადერთი ძე დასაკლავად მიიყვანა
და ნუ თუ მან ის არ გადაარჩინა? ნუ თუ ვეშაპის მუცელში ღვთის განმადიდებელი იონა არ გადარჩა, როცა ამბობს, რომ როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ბედრებამ შენამდე შეაღწია და შენს წმინდა ტაძარში იხილეთ იონას მეორე თავის მერვე მუხლი. ნუ თუ ბაბილონის ცეცხლოვან ღუმელში არ გადარჩნენ ის ჭაბუკები, ვინც არ შეეჭვდნენ მის მაცხოვარებაში და წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროში და ნეტარი იობის სანეხვეზე და სიმყრალეში და ათასი მრავალი სხვები, რომელთაც მდევარები ქრისტეს სარწმუნოებისთვის უდიდეს სატანჯველებს შემთხვევდნენ. ნუ თუ შეეჭვდნენ, მას შენ რაღაც შეეჭვდი. მერცავე სავარა შემეშინოს რა იმ იყოს მიკაცმან. შეიწირი აღნათქვემი ჩემი ღმერთო, რომელ მიქცე შენ ქებისაი, რამე თუ იხსენ სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალნი ჩემი წრემთაგან და ფერხნი ჩემი ბრკოლისაგან. სათნო ვეყო მე წინა შეუფლისა, ნათელსა შინა ცხოველთას. ასე ამბობს დავითი, ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელიც საკუთარი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მართლაც დათვლილია მის თავზე თმები და იმ ბევრ ფრინველზე უკეთესია, რომელსაც ზეციური მამა ასაზდოებს, ისე რომ არც უთესიათ და არც უმკიათ, რომ ღვთისნების გარეშე მისი თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდება. და ჩვენც უფალი თვით განსაცდელების ჟამს განვადიდოთ მისი უეცარი მაცხოვრებისთვის და არა მაშინ, როცა ის გაივლის. გავიხსენოთ, რომ პეტრეც მცირედ მორწმუნე იყო თავიდან და თანდათან ისე გამტკიცდა სარწმუნოებაში, მტკიცე კლდეთ იქცა. ასევე იყო თომას. მცირედ მორწმუნეობიდან როგორ ძლიერ მორწმუნედ გადაიქცა, წამდეს და სასოსნო წარიკვეთ და გამტკიცდეთ მათი მეუღლე. და როცა შევიდნენ ისინი, ნავში ქარი ჩადგა. როგორც კი ქრისტე ნავში ავიდა, ქარმა შეწყვიტა ქროლვა. თავისით კი არ დაყუდდა ქარი, არამედ უფალი ჩვენ იესო ქრისტეს ბრძანებით. თუმცა აქ პირდაპირ არ არის ამ თემაზე საუბარი, ისევე როგორც პირველ ცნობილ ფაქტში, როცა ქრისტემ შერისხვა სხვაც და ქარებიც. მათეს სახარების მერვე თავის 26-ზე მუხლი, მაგრამ მაინც გასაგებია ისედაც. უეჭველად მათე მახარებელი თვლის, რომ ქარი ჩადგა ცხადი თუ არა ქრისტეს მიერ საიდუმლოდ გაცემული ბრძანებით. უფრო მკაფიოდ მარკოზ მახარებელი გამოთქვამს და შევიდა მათთან ნავში და ქარიც ჩადგა. მარკოზის მე-6 თავის მე-5 მუხლი. თუმცა ამ სიტყვებით არ გამომდინარეობს, რომ ქრისტემ ხმით შერისხა ქარი. ქარი თვით მისი ძლიერებით და აზრობრივად ჩადგა. ეს ფაქტიც ღრმა სულიერი აზრის მატარებელია. როცა წმინდა ზიარებით ან ნებისმიერი სხვა ქველმოქმედების ლოცვა იქნება თუ სხვა მადლიანი საქმე, შედეგად ცოცხალი უფალი იესო ქრისტე შემოვა ჩვენი სხეულის ნავში, ვნებათა ქარები ჩადგება ჩვენში და ნავიც მშვიდად მიცურდება ნაპირთან. ნავში მყოფნი კი მიახლნენ მას და უთხრეს, ჭეშმარიტად ძე ღვთისახარ შენ. როცა უფალმა პირველად დააცხრა ზვირთებული ზღვა და შერისხა ქარები, მოწაფეები ამბობდნენ სხვა მცირედ მორწმუნეების მსგავსად, ვინ არის ეს, რომ ქარები და ზღვები ემორჩილებიან? მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული მრავალი სასწაული იხილეს თავის მოძღვართან და მრავალი სწავლებაც ისმინეს მისგან, ისე რომ სარწმუნოება მათში გამტკიცდა საკმარისად. ახლა კი ამ ახალ უძლიერეს სასწაულისთვის აღარ კითხულობენ, ვინ არის ეს? არამედ მის წინაშე მუხლის მომდრეკელები აღიარებენ. ჭეშმარიტად ღვთისძე ხარ შენ. ეს პირველად მოხდა, როცა მოწაფეები იესოს ღვთისძედ ხმობდნენ. მათ შორის უეჭველია იყო იუდაც, რა თქმა უნდა, და ისიც აღიარებდა ამ ჭეშმარიტებას, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ვერცხლის მოყარეობის მიზეზით მან სრულიად უარყო და განუდგა უფალს და მოძღვარს. მართალია, რომ პეტრემაც თან სამგზის უარყო, მაგრამ პეტრეს განდგომა იყო
წუთიერი შიშით გამოწვეული და მწარედ მგლოვიარე პეტრემ იქვე შეინანა. აქაც ამ სიტყვებშიც ღრმა სულიერი აზრიდებს. ნავში მყოფნი მიახლენ მას და უთხრეს ჭეშმარიტად ღვთისზე ხარ შენ და თაყვანიცეს მას. როცა უფალი ერთხელ შემოვა ჩვენში, ყველაფერმა რაც გაგვაჩნიათ ჩვენ შიგნით მას უნდა სცეს თაყვანი და აღიაროს, გონება მთელი ჩვენი ზრახვებით და გულმა ჩვენი ყველა გრძნობებით, სულმა მთელი თავისი სურვილებით და მოთხოვნილებებით, მაშინ მთელი ჩვენი სხეული ნათელი იქნება და ბნელსიქ ადგილი არ ექნება. მაგრამ ვაება მოგველის ჩვენ თუ კი ერთხელ თავის თავში ქრისტეს მიმღებლების შემდეგში რომელიმე ცოდვით გამდევნით ჩვენგან ან განუდგებით მას იუდას მსგავსად და იქნება უკანასკნელი პირველზე უარესი რამე თუ როგორც კი ქრისტემ იუდა მიატოვა მასში სატანა შევიდა. იოანეს სახარების მე-13 თავის 27 მუხლი გვიმტკიცებს ამას. წამითაც არ დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლთან ხუმრობა უფრო შეიძლება ვიდრე ღმერთთან. იხილეთ ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-12 თავის 29 მუხლი. და გადასცურეს და მივიდნენ გენესარეთის მიწაზე, ესე იგი ქალაქ კაპერნაუმს მიაღწიეს, საიდანაც გეზი ჰქონდათ აღებული. ის, ვინც გალილეაში იყო, შეიძლება წარმოიდგინოს თუ რა შორს გადატყორცნა ქრისტეს მოციქულები ქარიშხალმა. ბეთსაიდა და კაპერნაუმი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე იმყოფებიან და ბეთსაიდასთან ნავში ჩამსხდარ მოწაფეებს უბრალოდ ნაპირის გასწვრივ უნდა ეცურათ და მაინც ნათქვამია, რომ ქარიშხლის მიზეზით ისინი და შუაგულ ზღვაში აღმოჩნდნენ და აქ ზღვის შუაგულში უფალი ჩვენი იესო ქრისტეზე ტალღებზე გამოჩნდა. როცა დაცხრა ქარიშხალი ნავი იძულებული გახდა იქიდან იმ ნაპირისკენ გამოეცურა, სადაც კაპერნაუმი იყო გაშენებული. მათე და მარკოს მახარებლებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ნავმა ჩვეულებრივ ნიჩბების და იალქნების დახმარებით მიაღწია კაპერნაუმს, ხოლო იოანეს სიტყვით ვასკვნით, რომ უფალმა საკუთარი უძლეველი ძალით ქმნა ისიც, რომ ნავი მაშინ მიაღმოჩნდა ნავსაყუდერთან, მაგრამ მახარებელთა ეს მოწმობები მცირედითაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. რამე თუ ის, ვინც წყალზე შეძლო სიარული და სიტყვით და ზრახვითაც შერისხა სხვა და ქარები, უეჭველად ისიც შეძლო თუ კი საჭირო შეიქმნებოდა, რომ მაშინ მიაღმოჩენილიყო ნაპირთან. იოანეს მოწმობის ღრმა აზრი კი ის გახლავთ, რომ როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე დამკვიდრდება ჩვენში, ცათა სასუფეველში, ისეთ ნავსაყუდელში შეიგრძნობს თავს ყისიერად, სადაც ჩვენ ცხოვრების ნავს ვერანაირი ქარი და გრიგალი ვეღარ შეეხებიან. და თუ კი ამის შემდეგ კვლავ მაინც მიწაზე უნდა ვიაროთ, ვერც კი შევიგრძნობთ ამას რამე თუ სულით, გონებით და გულით ვიცხოვრებთ სხვა იმ უკეთეს სამყაროში, სადაც სუფევს ყოვლის მძლეველი ქრისტე და მაშინ სიხარულით ვიხილავთ მის ძლევებში საკუთარ გამარჯვებას და საკუთარში მისას. მხოლოდ ის არის ყოველგვარი ბოროტების მძლეველი და მხოლოდ მას ვერ დაამარცხებს ვერანაირი ბოროტება მასში. მის ყოვლადწლიერ ფრთას ამოვეფაროთ ჩვენ, სადაც არც ქარია, არც ქარიშხალი, არც მოჩვენებანი, სადა არა არ სალმობა, ჭირი, ურვა და სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება დაუსრულებელი და სადაც პოვებთ წარუვალ საფასეთა სიუხვე, სადაც აღარც სამყილი არც ჟანგი შესჭამდა, სადაც ავგიებთ უხორცოთა და წმინდათა თანა, ვადიდებდეთ ძლევამოსილ საქმეთა ქრისტესა, რომელთა სიდიადეც ამ წარმავალ სოფელში და ამ ვიწრო თვალსაწიერში ჯერ კიდევ მიუწვდომელია ჩვენთვის, მაგრამ იქ უკვე ყოველივე განგვეცხადება და გავიხარებთ და ჩვენს სიხარულს არ ექნება დასასრული. უფალსა ჩვენსა, იესო ქრისტესა, ჩვენის დიდება და პატივი თანა მამი და სულიწმინდით ურთ, სამებასა და ერთ არსებასა და განუყოფელსა, ყოვლად ვეაცნა მარადის და უკუნდით უკუნდისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენით და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცან ურჩულოება ჩემი. უფრო ის გამბანე მე ურჩულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე, რამე თუ ურჩულოება ჩემი მეუნწყი
და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემს საარს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლდეს სიტყვათაგან შენთა და ძლოვრჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშრომი დედამან შენმა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარული სიბძნისა შენი სარი გამომიცხადე მე. მას ხურო მეუსუბითა და გამწმიდნე მე. განბანო მე და უფროსთაულისა გამსპედაკლე. მას მინო მე გალობა და სიხარული და იხარებდნენ ძვალი დამდაბლებული. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემი ახოძი. გული წმინდა იდაბადე ჩემთან აღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსაწმინდასა შენსა მომეღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისა იქეთა მომდგეცე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღთონი შენ და მოიცე. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო. მერთო ცხოვრებისა ჩემისაო და აიხარებდეს ენაი ჩემი სიმართლისა შენსა. უფალო ბაგენი ჩემი აღახვენა პირი ჩემი მთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ გვია თუმცა გენება მსხვერპლი შენსა მიწირა. არვეთ საკურთხი არ აქთდეს. მსხვერპლი ღვთისა არ სული შემოსული, გული შემოსული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხოს. კეთილი უყავ უფალონებითა შენითა სიონსა და აღეშენი მსხუდელი იერუსალიმისა. მაშინ აქთდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყველა დასაძველი. მაშინ შეიწირა საკურთხეველსა შესაზე და სვარაგ. მიწყალენ ჩვენ უფალო შეგვიწყალენ ჩვენ რამე თუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან ხონოვარ. გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილი ესე შევსირავთ. მიწყალენ ჩვენ უფალო შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა. პატიოსნისა წინასწარმეტყველისა შენისა ლოცვითა უფალო. ცაი ეკლესიად გამოაჩინე რათა კაცნი ანგელოსთან ავიხარებდე და მისთა ვედრებითა ქრისტე ღმერთო მშვიდობით ყავს ცხოვრება იჩენე. აცდა მარადის და უგუნითი უგუნისამდე. ამინ. ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღეტებანი ცხოვრებისა. შენ გევედრებით მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთას. დიდება შენ და ჯვარო ყოვლად პატიოსანო და ცხოლმყოფელო უფლისაო. შეგვეციე ჩვენ ყოვლად წმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა თანა. რამე თუ კურთხეულ არ შენზე და ჯვარცმული ქრისტე ღმერთის სახელი. უგუნითი უგუნისამდე. ამინ. კანონად სარწმუნოებისა და ხადად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა ყო შენ ქრისტე მან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით. ამისათვის მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაგითა სიმდიდრე. წმინდა ოდიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ განმანათლებელო სერბეთისაო. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. აცხოვნე უფალო და შეიწყალე ყოველი ადამიანი, რომელთანაც კი რაიმე ურთიერთობა მქონია. ცოცხალიც და მიცვალებულიც, ბოროტიც და კეთილიც, ღირსიც და არაღირსიც, მორწმუნეც და ურწმუნოც, ნათესავიც და გადამთიელიც, რამე თუ შენ ხარ მსაჯული მართალი, რომელი დაждდეს საყდარსა შენსა ზედა და მაშინ წარდგე წინაშე შენსა მეცა და ისიც გლახაკნი, ცოდვილი, შიშველი, არას მქონენი და წყალობისა შენისა მომლოდინენი. ამინ. ჩემი ლოცვა